ვირდი. კიდევ ერთი წინა ნიშანი თქვა თუ დაიღალეთ. 300-ს ვერ ჩავდი, მაგრამ მე თავარი რაღაცეები გითხრა, თავარი. მეოთხე ნიშანი. ეს არის მოსეს უკვე მეხუთე წიგნის მეორე რჯული ხიარზე, მე-18 თავში. მე-15 და მე-19 მუხლები. ჩვენ რა თქვით ქრისტე, მეფობა ნახეთ ქრისტესი, ხო? მეფობა. ანუ იუდას შტოდან თავისთავად სამეფო. ქრისტეს რომ ამ ქვეყნიურ მეფობაზე წამოეყენებინა პრეტენზია, აბსოლუტურად ლეგალური იქნებოდა მისი პრეტენზია. რატო? იმიტომ რომ ეკუთვნოდა სამეფო შტოდანი, იუდას შტოდანი. ამიტომაც ეკითხებიან, პირადები ხარ მეფე ხარ უშენ. იმიტომ რომ ცნობილი იყო, რომ ის იუდას შტოდანი იყო. ამიტომაც ეგონათ რომ ამ ქვეყნიურ მეფობაზე ხომ არ აქვს პრეტენზია. მის მოწაფეებიდანაც ნაწილს და მის მიმდევრებიდანაც ნაწილს იმედი ჰქონდა რომ ის მეფე ხო წერია სახარებაში მისი გამეფება მოინდომესო, ხომ არის ერთ ადგილას. როდესაც 5 პური და 2 თევზი დააყურა ხალხი, მოინდომეს მისი გამეფება, რატო მოინდომეს? იმიტომ რომ იუდას შტოდანი იყო და იცოდა რომ ეს სამეფო შტოს შვილია. დებით, მაგრამ მან თქვა რომ ჩემი მეფობა ზეციდან არის და არა ამ ქვეყნიური. დიახ? მაგრამ თვითონ ესე მეფე იუდა და შემდეგ მისი შვილი არ ყოფილა, ხო? მეფობა ხო იმიდან იწება დავითის წინ რო იყო რა თქვა? წავედი. ოღონდ ეს უკვე თვითონ იუდეველები რო განიხილნენ ეს და რომ მოითხოვეს მეფე როგორც ყველა ერის მეფე იყო. იმიტომ რომ ეხლა დათუნებით მეფე, ანუ მეფე თვითონ ესეთი მეფე არ ყოფილა. დავითი მეფე იყო, როგორ არის? იუდა არ იყო თავისთავად, მაგრამ იაკობი აკურთხებს მას, რომ შენი შტოდანი იქნება ყოველთვის მეფე. ხო. ის მეფე, რომელიც ღვთისაგან არის კურთხეული. ხო, თორე ჰეროდეც იყო მეფე, მაგალითად, ის არ იყო იუდეველების მეფე, ის არ იყო ღვთისაგან, ის იყო რომაელების მეტასმული მეფე, ხო? მაგრამ ის მეფე, რომელიც კანონიერად შეიძლება ჩათვლილიყო იუდეველებში, ყოველთვის ყოფილიყო იუდას შტოდანი, დავითის შთამომავალი, იმიტომ რომ დავითი იყო. მაგრამ თვითონ მეფე დავითის წინ რო იყო რა იყო? საულამდე მეფე ესე არ ყავდა. არა, მეფე არ ყავდა, მაგრამ მე მოითხოვეს, რომ ჩვენს გვინდა მეფე, როგორც სხვა ერთს ყავს, ჩვენს გვინდა მეფეო. ხო, ანუ ეს სხვა მეფეა და ის სხვა მეფე, რაც იუდას უთხრა, იუდას რასაც ეუბნება, ის ნიშნავს, რომ მისი შტოდანი იქნება კურთხეული მეფე. ისე როგორც იყო დავითი, სოლომონი და თქვა, ესეთი ბევრი უწმუნო მეფეები წავდათ მათ. მაგრამ იმ შტოდანი ყოფილიყო მაინც, ესე იყო. და მე-18 თავში რა წერია? ეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია ესეც. მოსეს მოღვაწეობის დასასრულია. და მოსემ ატარა ეს ერი, საზღვართან მისულები არიან უკვე გახსნილი ხოლმე. მოსე ხომ ვერ შევიდა თვითონ გახსნილ ქვეყანაში. მისულები არიან და მოსე ბოლო მას აძლევს, ლოცვა კურთხევას დარიგებებს თავის ერს და ეუბნება ასეც. წინასწარმეტყველს, როგორიც მე ვარ, შენი წიაღიდან, შენი მოძმეებიდან დაგიდგენს უფალი, თავის ერს ეუბნება. ჩემნაირ წინასწარმეტყველს დაგიდგენს შენი მოძმეებიდან უფალი, შენი ღმერთი და იმას უსმენ. როცა შესთხოვე უფალს, შენს ღმერთს, ხორებში, თავშეყრის დღეს, მეც ნუ არ გავიგონებ უფლის ჩემი ღმერთის ხმას და ამ დიდ ცეცხლს ნუ არ ვიხილავ, რათა არ მოვკვდეო. მითხრა უფალმა, კარგი ხმეს ეს რომ თქვეს. ხორებში რომ ვიყავით, ეუბნება მოსე. ხომ გახსოვთ, რომ დაიწყეთ თხოვნა, რომ ღმერთის ხმას ნუ გავაგონებ, საშინელია, ვერ ვისმენ, რომ შეწუნებულები ვართ მის მოსმენით. კარგია ეს რომ თქვეს უფალი ეუბნება მოსეს. მართლაც მათთვის შემაწუნებელია ჩემი ხმა. მაგრამ შენ რომ ხარ, ისე წინასწარმეტყველს დაუდგენ მათი მოძმეებიდან და მას დაუდე ბაგეზე ჩემს სიტყვებს და ის გამოგიცხადებს ყველაფერს, რასაც მე ვუბრძანებ. ვიზე ეუბნება? იესო ქრისტეს. მოსე ეუბნება, რომ ის იმას მისცემს სიტყვას, ჩემნაირ წინასწარმეტყველს. თქვენ ვერ ღვთის მოსმენა თქვენ არ შეგიძლიათ. ეუბნება. მართალია რომ გეშინიათ ღვთის ხმის გაგონების, მაგრამ მოვა დრო და ჩემნაირ წინასწარმეტყველი მოვა და იმას მოусმინეთ, რადგან იმას ეხება პირს ბაგებზე ის სიტყვა, რომელიც არის ჩემი ნება, ამბობს ღმერთი.
რატომ იყო ქრისტე მოსესნაირი წინასწარმეტყველი? აი ეს ამ თავარი. აქ საკვანძო სიტყვა არის რომ ჩემს გავს წინასწარმეტყველს. მოსეს შემდეგ სხვა წინასწარმეტყველებიც ხო ყავდათ იუდეველებს, მაგრამ რა იყო მოსეს და მათ შორის განსხვავება? ბატონო? ცნებები მისცა შეიძლება კიდევ გამოიყვანა, ანუ შეიყვანა აქტუმ ქვეყანაში საუბრობთ, მათ ხოლმე შეიყვანა ხსნა, მოხსნა. კიდევ აი მე დაიწყოთ რა იყო განსხვავება, რომ არ ვიმარჩიო. მეოთხე თავი, მეოთხე მოსეს მეოთხე წიგნის მე-12 თავი. უყურეთ? ჩამოვიდა უფალი, ოცესოთი სინასქაზე არიან მისულები ებრაელები. რა იყო მოსეს განსხვავებულება სხვებისგან? ჩამოვიდა უფალი ღრუბლის სვეტში და გაჩერდა კარვის სასასვლელთან. დაუძახა აარონს და მირიამს და ისინი წარსდგნენ მის წინაშე. თქვა ისმინეთ ჩემი სიტყვები, თუ ვინმე გყავთ უფლის ქადაგი, ხილვაში მეცხადები მას. ხილვაში მხედავენ ყველა სხვები სიზმარში, ან რაღაც გამოცხადებაში ხედავენ სხვა თქვენი ქადაგები მე. ასეთი არ არის ჩემი მორჩილი მოსე. მთელი ჩემი ერის ერგულია იგი, ამიტომ მას პირისპირ ველაპარაკები მე, ამბობს ღმერთი. დევიდ რას ამბობს? რა ადამიანი უნდა ყოფილიყო მოსე? წარმოიდგინეთ რომ ღმერთი ამბობს რომ სხვებს თუ სიზმარში უცხადებ ჩემ ნებას, ან რამე ხილვაში ჩემ მორჩილ მოსეს განსხვავებულია თქვენგან პირისპირ ველაპარაკები მე მას. ცხადლივ და არა იგავები. უფლის ხატებას ჭრედს იგი, რატომ გიშინიათ რომ ჩემ მორჩილ მოსეს იცხავთ. მოსეს ცოლი უნდა შეერთო და მირიამი და აარონი უწუნებდნენ საწოლეს და უფალი ეუბნება რომ თქვენ მიმკითხავთ მას რო ასწავლოთ ჭკუას. მოსე თქვენაირი არ არის, მე მას პირისპირ ველაპარაკები და არა იგავებით ან რაღაცა გამოცხადებით ან ხილვებით. აი ეს იყო ქრისტეს და მოსეს მსგავსი. ქრისტეც იყო ღვთისაგან მოსთავაზად ღმერთი იყო თვითონ და მასაც პირისპირ ელაპარაკებოდა ღმერთი. თვითონაც ღმერთი. მოსე და იესო ორივე იყვნენ წინასწარმეტყველები, ხო? ორივე იყვნენ წინასწარმეტყველები, მოსეს და იესოც. ორივე იყვნენ ვინ? ტყვეობიდან გამათავისუფლებლები. მოსემ ეგვიპტელების ტყვეობიდან გაათავისუფლა ისინი, ქრისტემ ცოდვის ტყვეობიდან. ორივე იყვნენ შუამავალი ღვთისა და ხალხს შორის, მოსეს და იესოს. ქრისტე ხო უნებო ამათვის გთხოვ, მამას რო ევედრება. ამათვის რომ ესენი დაიფარო, ესენი დაიცვა, ესენი გადაარჩინო. და ორივე იყვნენ მეოხნი უფლისწინაშე. მოსე როგორ ევედრება მას უფალს რომ არ დასაჯო ესენი. არ დასაჯო, იმიტომ რომ არ ესმით ამაჩი. და ქრისტეც ასევე ეუბნება ჯვარზე რო გაკმული რომ მიუტევე, რადგან არ იციან რა შეჩადნენ. დევით შუამავალი მეოხე წინასწარმეტყველი და ორივე იყო ხსნელი, ერთი ტყვეობიდან, მატერიალური ტყვეობიდან, მეორე ცოდვის ტყვეობიდან. ამ მეოთხე ნიშანი არის, რომ ის უნდა ყოფილიყო მოსეს მსგავსი წინასწარმეტყველი. ფაქტურად ეს არის ხუთი მთავარი ნიშანი, რაც არის თორაში. აქ კიდევ ბევრი ნიშნებია, თვითონ რომ წაიკითხავთ, შეიძლება იპოვოთ, ან შემდეგ საუბრებზე ესენი ჩვენ გამმარტოთ, მაგრამ მოსეს თორა რას ქვია? თორა რა არის? მოსეს რამდენი წიგნი? 5 წიგნი აქვს. მოსეს 5. აი თორაში ეს არის მთავარი ნიშნები, რომ ეს უნდა ყოფილიყო დედაკაცის შთამომავალი, ანუ რაღაცა განსაკუთრებული უნდა მომხდარიყო, თორე დედაკაცის თესლი რას ნიშნავს? ხო? იმ დროს ადამიანებს წარმოდგენა არ ჰქონდათ, რომ ქალს აქვს პერსუჯრები, ხო? მათ ეს არ იცოდნენ. მე-18 საუკუნემდე თურმე ცნობილია, რომ ადამიანებს ეგონათ, რომ ჩანასახი არის კაცის, ასე ვთქვათ, თესლი არის პატარა ადამიანი. ასე მიკროსკოპი ხო არ არსებობდა. ადამიანებს მე-17 საუკუნემდე ეგონათ, რომ კაცის სპერმატოზოიდი არის პატარა ადამიანი, რომელიც ქალის წიაღში იზრდება მხოლოდ. დებით?
ეს მეერე გაიგეს და ადამიანმა ზიგოტა რა არის და კვერცხუჯრედი რა არის და განაყოფილება რა არის და როგორ უნდა ეთქვა მოსეს დედაკაცის თესი. ეს ხო აბსოლუტურად წარმოუდგენელია. თუ ღმერთისგან არ ქონდა მას ეს ცოდნა. ხდებით როგორი შემაძვნებელი საიდუმლოა, რომ მოსე თქვა რომ დედაკაცის შვილი იქნება და ქრისტე დაიბადა კაცის გარეშე ღვთისაგან დედის წიაღი, ქალწულის წიაღი. მეორე აბრაამის შთაომარი უნდა ყოფილიყო. ბატონო? აბრაამი როგორ იწოდა ღმერთისგან ხა ევა როგორ იწოდა, ხო? ანუ აბრაამმა თქვა შვილი ევა. ხო, ღმერთი გამოაჩენს, ხო. ხო. არა ის მაგრამ სანამ აბრაამზე გადავართ, ევას საუბა, ევას მოლოდინი რა საოცარი რაღაცა რომ ეს პირველივე ჩემი შვილი იაჰვე ამბობს. კაინზე თქვა რომ კაცი შემეძინა ღმერთი. იაჰვე, იმიტომ რომ ეგონია რომ ეს არის სიცხნელი. აბელი დაიბადება და აბელზე ამბობს რომ არა. ესეც შეულებრივი ადამიანი. ნოეზე ამბობენ რომ მათუშალაზე ამბობენ რომ აი ეს რომ წავა ალბათ მერე მოვა ის რომელიც გადაგვარჩენს. ნოება დაიბადება და ამბობენ რომ ალბათ ეს დაგვიბრუნებს იმას რაც დავკარგეთ. ანუ მოლოდინია სულ. ხედავთ? აბრაამს უკვე ანიშნებს უფალი რომ სხვერპლი იქნება საჭირო. ეს სხვერპლი იქნება შვილი და ეს სხვერპლი იქნება ძე. ხედავთ? აი რატომ უნდა უფალს მაგალითად აბრაამის გამოსცდა. ხანდახან ადამიანებს გონიათ ხოლმე რომ ღმერთმა აბრაამი გამოსცდა და შეამოწმა აბა დამიკავდა თუ არა თავის შვილს. აი ეს კი არ უნდა ღმერთს. ღმერთმა ნიშანი მიცა ადამიანებს რომ ასე მოხდება და როცა მოვა ის დრო აი ამ ამბავს რომ წაიკითხავთ აბრაამს აბრაამი როგორც წირავდა ისააკს მიხვდით რომ ჩემი ძე არის